მოგესალმებით მეგობრებო, გამარჯობა, ჩვენ ვიწყებთ კონსერვატორიას. სამი რამ მინდა თქვა, სამი რამ მინდა გავიხსენო, ერთი ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების სენატში ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასება საქართველოზე. მეორე არის ტრამპის მოლოცვის წერილი და მესამე არის ამერიკის საელჩოს განცხადება. საერთოდ გაუგებარია რა უნდა და ამით ამერიკის ელჩს ეს იყო რაღაც სამი ასე ვთქვათ ნიშანი, სამი წერტილი, ის შემდეგაც შენ შეგვიძლია უკვე რომ მარშრუტი ავაგოთ, მაგრამ არ შეგვიძლია. გამორიცხავ ხშირად ეს ერთმანეთს. მე ვფიქრობ რომ ჩვენ შეიძლება ვილაპარაკოთ ამერიკის შეერთებული შტატების არათანმიმდევრულ პოლიტიკაზე საქართველოსთან, ზოგიერთი განცხადება თუ წერილი მოწმობს სურვილზე ამერიკის სურვილზე რომ ვიმეგობროთ, ზოგიერთი მოწმობს იმაზე რომ deep state-ის და გლობალისტების პოზიციები ძალიან მყარია იქ, ჩვენი ხელისუფლება გამოხატავს, ყოველთვის გამოხატავდა და ეხლაც გამოხატავს ღიაობას. ძალიან კონკრეტული ურთიერთხასაყრელი ურთიერთობისადმი და ამით ჩვენ რა თქმა უნდა პირდაპირ ვამბობთ რომ ასე თუ სიტუაციაში ამით მე პირადად ვამაყობ რომ სუვერენული პოზიციებიდან ჩვენი ხელისუფლება ისეთი დიდი დაუძინებელი მეგობრის წინაშე როგორც არის ამერიკა თავის ყოფილი თუ მოქმედი deep state-ის არიხებს უკანზე თავის სურვილებს და თავის პოლიტიკურ ინტერესებს კაფიოდ აფიქსირებს. ხო, მე მაინც შევჩერდები ასე ვთქვათ ტრამპის მოლოცვაზე, რომელსაც დავთარი აურია აქაურ deep state-ის აგენტებს, წარმომადგენლებს მე ვერ დაუძახებ, ცხადია რომ თუ ასე გაგრძელდა და ეს რა თქმა უნდა არ არის სისულელე, რაცაც იძახდნენ რომ ვიღაცა სტაჟიორი თეთ სახში ადგა კალენდარმა ამოუგდო 26 მაისი არის საქართველოს დაბადების დღე და ჩქარა შეიპარა ტრამპის კომპიუტერის პაროლი იცოდა აკრიფა და გამოგზავნა ესე რა თქმა უნდა ეს ასე არ არის რო არ მოელოცა იმაზე იტყოდნენ აი არ მიულოცა ასაგებია ნუ ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთი რამ მინდა შევნიშნო რომ ამერიკის საელჩო აქვეყნებს ყველაფერს რაღაცა უაზრო ქარდებიდან დაწყებული აი ამ აბედითმა სენატორმა რა კითხვა დაუსვა რუბიოს იმასაც კი აქვეყნებს და არ აქვეყნებს მილოცვას თავისი პრეზიდენტის მილოცვას საქართველოსადმი ნუ ჩვეულებრივ ჯულზე უმტკიცესია ალბათ დაველოდოთ როტაციას ამ ქალისაც და ეგ საკითხია მაგრამ მე მგონი რომ აი ეს მილოცვა არის ორიენტირი მასზე უნდა გავაკეთოთ და არა რაღაც ვთქვათ ინსინუაციებზე რომელსაც საელჩო იქნება თუ რუბიოს ხალხი თუ სხვა ამერიკის ისტებლიშმენტის წევრები მიმართავენ დღეს საქართველოში თუნდაც არის გუშინ იყო შეხვედრაზე კონგრესმენი თუ სენატორი კი ბატონო და ისიც რაღაც მზოად მეჩვენება რომ საერთოდ კაფიოობა ძალიან ნაკლია ამ ურთიერთობას ისე როგორც ამერიკულ ჩინურ ამერიკულ რუსულ ურთიერთობას მე ასე დავსვავდი კითხვას ამერიკა არის გზის გასაყარზე მან არ იცის როგორ ელაპარაკოს რა ელაპარაკოს ზუსტად არ იცის მსოფლიოს მას რაღაცები სურს მაგრამ არ გამოზდის უკანაც ვერ იხევს თუნდაც რუსეთთან მიმართებაში ავიღოთ ან ჩინეთთან მიმართებაში და აი ამ ასე თქვა რასკლაჩი რუსულ სიტყვას გამოვიყენოთ მოყოლილი ვართ ჩვენც გთხოვთ შავა გეთანხმები უბრალოდ ჩემი აზრით ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის რომ ჩვენ შევიცვალეთ იმიტომ რომ აქამდე ჩვენი პოლიტიკა იყო ანუ პირდაპირ შევეთუს აი მონობიდან რაღაც უკიდურესი მონობის სხვა ფორმებს შორის იყო განსხვავება და ეს აღარ არის რა ანუ ხა საქართველოს მთავრობამ გამოაჩინა საკუთარი ნება რომ ჩვენ ვართ მეგობრები მეგობრობა არის ორმხრივი არ არის სამმხრივი სამხმეობა სხვა რაღაცა ქვია და ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესები და ნუ ძალიან ბუნებრივია რომ მე მესმის რომ მაგალითად ის ხალხი რომლებიც საქართველოზე მუშაობენ რაღაც 30-40 წელია და აქ მიჩვეულები არიან რა ვიცი ფეხებს უკოცნიან ლამის პირობითა და პირდაპირ მეშვეობით შეიძლება იმათ ძალიან უჭირთ რაღაც გადაწყობა სხვა რელსებზე ასე რომ ეს აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესია ძალიან კარგია რომ ჩვენმა მთავრობამ დააფიქსირა რომ მას არაფერი არ აქვს ამერიკის საწინააღმდეგოდ, პირიქით ჩვენ მოგვიყვება. მაგრამ მარც ძვალი არა გვაქვს. ისეთი საშველი. ან ჩვენ გვინდა მეგობრობა რა და მეგობრობა არის ომხრივი, ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესები, თუ თქვენ გაითვალისწინებთ ჩვენ ინტერესებს.
ჩათვალეთ რომ საქართველოს იქნება თქვენი ძალიან კარგი მეგობარი თქვენი დასაყრდენი უბრალოდ თქვენც უნდა გაითვალისწინოთ ჩვენი ინტერესები რა ეს არის აუცილებლად მოახერხებს ამ მარტივი მოსაზრების გაგებას თითქოს რაღაცა ნაბიჯები ამ ხრივ გადადგა მაგალითად ეხლა ჩვენი პრემიერი მე ასე ვიცი შალა მოდი მე ის ცოტა ცინიკური ვიქნები რა და რა სიზამს არ ვიცი ახლა ანუ მე რას ვამბობ რომ აი სხვათა შორის ახლა დღეს ფიქრობდი და აი რა ის ძალიან მეცინება ხოლმე ეს გლობალურად ქართველი ნაცების პოლიტიკაზე რომ რაღაცას რომ ბაქიბუქობენ და აი ბაქიბუქის დაუმთავრებელი რეჟიმი რო აქვთ 13 წელია და რომ ჩვენ ყველა ვინც მთავრობის პოზიციებზე ვართ ვართ სუსტები და თვითონ არიან მაგრები და რაში გამოიხატება ეს და ახაც ანუ აი მეტი რა უნდა გააკეთონ დავუშვათ იგივე ჩვენმა დაუძინებელმა მეგობრებმა ყველა ინსტრუმენტი რომელიც მათ ქონდათ გამოიყენეს აი მაგალითად უვიზოს შემცირება ფინანსური სანქციები სერიოზული ფინანსური სანქციები ზეწოლა ეხლა უკვირდები მათ იარაღი აქვს კიდევ დარჩენილი მაგრამ პრობლემა სხვა არის მოდი ერთს დავამატებ მათ საწინააღმდეგოდ არ იმუშავებს ეგა ხო ნუ გონიათ რომ არა არა მე აპარტამენტება ეუბნებათ რომ მე ისე ვამბობ ქართულმა ხალხმა ხო ჩვენა რომ არის რაღაცეები რაც უკვე ჩვენს კულტურულ თავისებურებებშიც არის რა რომ მე მესმის ახლა რომ ახლა ქართველი ლიბერალისტვის ანუ ყველაზე დიდი ბედნიერება არის როცა შევაწყფას გვაყენებენ ჩვენი მეგობრები ანუ ეს არის აი ის დღე შემდგარია როცა ნახულობენ რომ აი ლატვიამ კიდევ ერთი მორიგი შევაწყფა მოგვაყენა ან უკრაინამ დედა გვაყენა ეს არის დღე როცა არ ვიცი ალბათ სექსი მაგრამ ჩოლებრო ხალხზე ხო არ არის ესე? ხო, შეიძლება. ანუ მე რატომ შავა იცი რომ ნახე სინამდვილეში ჭკვიანის და არაჭკვიანის განსხვავება არის ის თუ როგორ ახდენ შენ შეცდომებზე რეაგირებას. ჭკვიანი შეცდომებზე ახდენს მალე რეაგირებას. უჭკუო. მე ასე ვიტყოდი. სანქციების მუქარა უფრო დიდი პრობლემაა იარაღია ვიდრე თავად სანქციები და რუსეთის ამბავმა ეს ხატყო იმიტომ რომ ყველას გვახსოვს როდესაც ომი იწყებოდა თვითონ რუსეთშიც იყო განცდა რომ ეკონომიკას დედა ეტირებოდა სხვათა შორის არცლად ლიბერალები იძახდნენ მაგას მათ შორის რუსეთი კი მათ შორის ლიბერალებიც რა თქმა უნდა მაგრამ ლიბერალები დარწმუნებულები იყვნენ მაგრამ თვითონ მუქარა უფრო აი ასე ვთქვათ საფრთხის შემცველია ფსიქოლოგიურად ერისთვის ვიდრე თავად სანქციები რო დაწესდება დაუშვათ სადმე და არ მუშაობს. ნუ ცოტა ხანი ხარ ელოდები და მე უკან მოიხედავ და სულ ეს იყო ამბობ? ერთ საუბარს ბოდიში ჩვენ ხო დაუწესეს მაგალითად მოსამართლეების სანქციები. კი ზოგიერთ მოსამართლეს დაუწესეს. რამდენიმე მოსამართლეს დაუწესეს ფინანსური მათ შორის. რა შეიცვალა მათ? არა გამოვიდნენ მოსამართლეები და მიმირჩევნია სალიკლდეო ლექსებით. ხო არა ხო ანუ რო აი რითაც სხვათა შორის პოპულარობა გაიზარდა მოსამართლეების. კი მართლა გაიზარდა. კი მოსამართლეების პოპულარობა გაიზარდა რომელიც არც თუ დიდი იყო. კი შალო ანუ ეს არის ფსიქოლოგია რა ეხლა რუსეთის მაგალითმა აჩვენა რომ რუსეთში ძალიან ბევრი ოლიგარქი აქციის პატრიოტად. რა თქმა უნდა. მათი სურვილის არარსებობის რა თქმა უნდა. რომ ანუ ამ რუსი ოლიგარქებს არანაირი სურვილი არ ქონდათ რომ ყოფილიყვნენ პატრიოტები გახდნენ პატრიოტები. მართალია. თქო. საბჭოთა კავშირში იყო ესეთი საგანი, ალბათ ზოგიერთი თქვენგანი მოესწარით, მეცნიერული კომუნიზმი. მეცკომი რა თქმა უნდა სწავლობდი მე. და როდესაც დაინგრა საბჭოთა კავშირი, ეს აღმოჩნდა აბსოლუტურად ისეთი საგანი, რომელიც ავის არ ჭირდებოდა მოკლედ და არც ხსნიდა სამყაროს. კიანოდია მეცკომს ასწავლი და ჩემი აზრით. ანუ მეცკომის მარქსიზმის ბევრი ლექტორი გადაკეთდა ლიბერალიზმის აპოლოგეტად. დღეს ესე იგი ძალიან საინტერესო რაღაცა ხდება. რაც ასწავლეს და რაც როგორ შეცვალეს ეს ჩვენი საუნივერსიტეტო სისტემები. ანუ ეკონომიკა როგორ უნდა გაზრდილიყო, რომ თუ დასავლური რომელიღაც ესე იგი ინვესტიცია არ შემოვა, ქვეყანა დაინგრევა და დახმარება არ შემოვა. რომ განვითარება მხოლოდ ერთი მიმართულებით არის, რომ ლიბერალური დემოკრატიის გარდა არც ერთი რაღაცა ალტერნატივა არ არის სინამდვილეში, ხო? ეხლა ხო ამ რეალობამ გამოჩინა, რომ მთელი მათი ცოდნების საწინააღმდეგოდ ეკონომიკა იზრდება, პოლიტიკური სტაბილურობა უფრო მდგრადი არის არა ლიბერალურ სახელმწიფოებში, ვიდრე ლიბერალურ სახელმწიფოებშია. უსაფრთხოების საკითხი უფრო ძლიერი არის და რაც თავარია ჩვენ ხედავთ იმას რომ მთელი ეს სწავლებები ყოფილი რწმენებზე, გარკვეულ რწმენებზე და გარკვეულ მოცემულობაზე
ამბავი და ზოგადად ერთი რამე ჩვევია ეს კრიზისის ყოფ იმპერიებს რა. ეს არის თიხის ფეხებზე მდგარი გიგანტის ხო სიმბოლო. ის მართლა დიდია, მაგრამ ეხლა ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არის როდესაც საკუთარი სიმძიმე შენ თვითონ გაწვება და შეიძლება შენ თვითონ ესე იგი დაგანგრიოს. რატომ? იმდენად განსხვავებულია თვითონ ამერიკის პოლიტიკაში ეს მესიჯები, ხო? იმდენად ურთიერთსაწინააღმდეგო არის, რომ გარედანაც ცოტა გაუგებარია და შიგნიდანაც ჩანს, რომ ეს არ არის შეთანხმებული მოქმედება. ზოგადად იმპერია მაშინ არის ძლიერი, როდესაც შეთანხმებულია მოქმედება, როდესაც ცენტრიდან იმართება კონკრეტული პოლიტიკები და როდესაც ეს პოლიტიკები ხორციელდება. ეხლა ეთყობა, რომ არსებობს რამოდენიმე შიდა დაპირისპირებული ძალა, რომ ცენტრი, რომ ერთ-ერთი ინტერესი აქვს, მეორეს მეორე ინტერესი აქვს, მესამეს სხვაგან ტრამპი მაგალითად ჩემი აზრით აბსოლუტურად სხვაგან არის, სხვა პრობლემები. რუბიო აბსოლუტურად სხვაგან და ჩვენ ვიცოდით ეს რუბიო გარკვეულწილად ჩაუსვეს ტრამპს როგორც კლასიკური რესპუბლიკელი ეგზოტიკურ რესპუბლიკელს. ეგ ვიცოდით ჩვენ. რუბიო რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა თავის დროზე, როდესაც იყო რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წევრი, გუბერნატორი ფლორიდის, ის პუტინისადმი ძალიან მკვეთრი განცხადებებით გამოირჩეოდა და არ შეცვალა როგორც ჩანს, ნირი ძალიან რა. და თქვათ ეს მაკეინიზმს უწოდებ რა ვიცი თუნდაც ბუშის პოლიტიკა რო საქართველოს გამოეზარდათ როგორც აი რუსეთის საწინააღმდეგო როგორც ანტირუსეთი როგორც უკრაინა როგორც უკრაინა ხო ნუ ეგ უკრაინაში იმუშავა ამ სცენარმა საქართველოში უბრალოდ მოდი ესე ვთქვა 2008 წლის ომმა და იმა რომ ჩვენ ნახეთ ეს ხალხი წითელხიძე ეს ხალხი როგორ იქცეოდა ნახეთ ხო ამ პერიოდში ნახეთ გამდიდრებული კეზერაშვილი ნახეთ მთელი ეს პროცესი ნახეთ ჩვენ თვალწინ მივხვდით რომ არ შეიძლება ამ გზით სიარული და მივხვდით ის რომ გახსოვთ ალბათ იმუქრებოდა მაშინ სააკაშვილი რომ აი თუ კი რუსეთი თავს დაგესხო აი ამერიკა მერე რას იზევს და ჩვენ ნახეთ ამერიკა მერე რა ქნა აი ამ პროცესების შემდეგ ხო ჩვენ ნახეთ რომ ეს არ იყო ის დაპირება რა დაპირებასაც სააკაშვილი აკეთებდა თვითონ შეერთებული შტატები იმ პერიოდში არ აკეთებდა მსგავს განცხადებას მაგრამ თავი არის ის რომ ჩვენ უკვე რაღაც ჩვენ თავზე ვიცვდით ერთი გამოცდილება გვაქვს და ახლა ვიცით რომ მეტი აღარ გვინდა ხო მეორედ იგივე შეცდომები არ უნდა დაუშვათ და ახლა თავი რა არის ახლა ფაქტია ყველა გავიცანით ბიძინა ივანიშვილის განცხადებასაც ფაქტია რომ არსებობს პოლიტიკური ძალები რომლებიც ფიქრობენ რომ საკუთარ პოლიტიკურ რაღაც კარიერას და საკუთარ პოლიტიკურ ძალაუფლებას ცენტრში გაემყარებენ იმით რომ პერიფერიებში არევენ დარევენ სიტუაციას და ამით პოლიტიკურ ქულებს ჩაიწერენ ეს კლასიკური მაგალითია ხა იმპერიის ყოველთვის გავიხსენოთ აი ბევრი იმპერია არის რომელიც ესეთი პოლიტიკოსი იწყებდა პროვინციით აი რა ვიცი კეისარია იღე გალიიდან დაიწყო და მე რომში ჩავიდა ხო ეს სტილი ზოგადად დამახასიათებელია ესეთ იმპერიული მოდელისთვის რა. აქ უნდა არიან რომ მე როგორც ტრიუმფატორი, როგორც პოლიტიკის გამხორციელებელი ჩავიდეს ვაშინგტონში როგორც გამარჯვებული, როგორც პროექტის ესე იგი გამარჯვებული პროექტის მფლობელი ხო. და ჩანს რომ ეს არაა შეთანხმებული ცენტრთან ეხლა იქ იყო საუბარი აქ მოვისმინე ოპოზიციის წარმომადგენლებისგან რომ თითქოს 26 მაისი ავტომატური რეჟიმით მოგვილოცეს და არა ეს რატომ არ ულოცავენ მაგალითად ჩილოდ კორეას რატომ არ ულოცავენ ირანს რატომ არ ულოცავენ სხვა ქვეყნებს რატომ არ ულოცავენ სადაც ეს პრობლემები არის ესე იგი არ არის ეს პრობლემა სადაც აღიარების პრობლემა არის ხო იქ არ ულოცავენ ესეთ რატომ არ ხდება რატომ მოხდა საქართველოში მილოცვა. ესე იგი, აქ სხვა რაღაცასთან აქვს საქმე. აქ იმასთან კი არ აქვს საქმე, რომ უნდა აღიარონ თუ არა ქართული ხელისუფლება ოს ლეგიტიმი. აქ მე მგონი საერთოდ მთავარი თემაა, ხო ეს სიგიჟია, რომელიც გამოიგონეს. ეს იყო ხაფანგი, რომელშიც გაებნენ, იმიტომ რომ რადიკალურად რო უთხოვენ რაღაცას, უნდა მიაღწიო იმ რადიკალურად მოთხოვნილ მიზანს. იარაღს რო ამოიღებ, ყველგან ესია ქუჩაშიც და ყველგან იარაღს თუ ამოიღებ უნდა ისროლო კიდეს და თუ ამოიღებ და უკან ჩაიდებ, მაშინ შენ გესწრიან, კი ბატონო. ხო, ნუ ამერიკაც რაც შეეხება ის საელჩოს მოქმედებები არის მართლა ეს სიმპტომი იმის, რომ ამერიკა არა მარტო საქართველოსთან, ჩინეთთან, რუსეთთან, ევროპასთან ვერ არის დალაგებული. ანუ შინაგანი იდენტობის ძიებაა ერთგვარი რა, იმიტომ რომ
ტრამპით საკუთრივ ადმინისტრაციაში სიჭრელეა, აგერ ვიცით რომ მასკმა დატოვა ეს თანამდებობა და მთელი რიგი მომენტები აჩვენებს რომ ანუ მთლად ბოლომდე არ არის აი ფოკუსი გასწორებული. წარმოიდგინეთ რომ საელჩო რომლის რავი პირდაპირ მოვალეობაა რომ თავისი ქვეყნის პირველი პირის პოლიტიკური მესიჯი იმ ქვეყნის სადმი რომელშიც ის არის ხო ის საელჩო არის უნდა გამომზეუროს ამას არ აკეთებს ეს რაზე მეტყობს ეს ნიშნავს რომ იქ არ არის დალაგებული ყველაფერი და თან ჩვენ ახლა ძალიან ჩემი აზრით საკუთრივ ამ განცხადებასაც ესეთი 7-7-ად უნდა შევხვდეთ მოგვილოცა ძალიან კარგია ასე ვთქვათ ჩვენ გვინდა რა თქმა უნდა ესეთ პარტნიორული მაგრამ ზარზეიმის გარეშე ჩემი აზრით არის სწორი იმიტომ რომ რა ვიცი ესეც უნდა იყოს რაღაცა თავისთავადია ეს უბრალოდ სასიამოვნოა იმ ოპოზიციური ლიბერდებილებს როგორც ჩვენ უწოდებ რეაქციების დანახვა რომელიც ამბობენ რომ აი მართლა რაღაც ავტომატურმა იმან მიწერა და მერე რა და ანუ იმათი რეაქციები რომ აი ტრამპის წერილმა მათი რაღაცა ხუხულა რაღაც მენტალური ილუზიების ხუხულა ჩამოამსხვრია რომ აი საქართველოს დელეგიტიმაცია ხდება და არ არის ესე ხო ანუ ამერიკა მოსინჯა რევოლუცია წინა ადმინისტრაციის ხელით არ გამოვიდა და ახლა მოუწევს ამ ადმინისტრაციასთან დალაპარაკება ეს არის და ეს ძალიან კარგია და ისიც იყო ამ საელჩოს მოქმედებაში მნიშვნელოვანი რომ მათ აი ამ აშკარა თავისი აგენტურის ესეთი რაღაცა მორალური ასე ვთქვათ დაღმასვლა თუ მორალური დეპრესია ეცადეს იმის გამოსწორებით რომ აი მათ თურმე ბიძინა ივანიშვილთან უნდათ შეხვედრა და ის არ შეხვდა ანუ ამითი რა თქვეს ამ ხო ანუ ამითი უნდათ მოდი ესე ვთქვათ ანუ ამითი რა თქვეს გოლი გადაუღო არა კარგი ვარ თავს მიაყენეს შეურაცხყოფა რომ უდიდესი უძლიერესი ამერიკა უდიდესი იმპერია მშვიდობის ჩირაღდანი და ბიძინა ივანიშვილს ხდებოდა და ბიძინამ შეხვედრაზე უარი უთხრა და რა მე საერთოდ მე მგონია ამას მაშინ რა უნდა მოყვეს მაშინ ავიამზიდის შემოსვლა და ვერ ეტევა ეს ავიამზიდი საზღვარში ანუ სიგიჟია არ უნდა გაეკეთებინა ერთი ასეთი იდეა მაქვს სამომავლოდ რომ როცა დაიწერება აი ამ პერიოდის უახლესი საქართველოს ისტორია ერთი თავი უნდა დაეთმოს ამერიკის საელჩოს Facebook გვერდს რომ ძალიან მართლა სიმპტომი სერიოზულად როგორც სიმპტომი იმპერიის და როგორც დეკადანსი იმპერიის რეგიონის ურთიერთობებს მე პირველ რიგში ეს განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევდი და ყურადღებას გავამახვილებდი აი ზუსტად ბოლოს მადლობა უნდა უთხრათ აშშ-ის საელჩოს რომელმაც გამოაქვეყნა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით რომ მათ სურდა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან და მან უთხრა უარი მიიღო ხო ეხლა პირველ რიგში ეს მათი აზრით იყო რაღაცა მაშველი რგოლი და წახმარება ოპოზიციას იმისათვის რომ წინა დღეს გამოქვეყნდა ტრამპის წერილი მილოცვასთან დაკავშირებით და განსაკუთრებულად იქ ხაზგასმით აღნიშნული იყო რომ ჩემს ადმინისტრაციას სურვილი აქვს რომ თქვა საქართველოს ხელისუფლებასთან ითანამშრომლოს და რაღაცა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იყო აქცენტი გაკეთებული. ჯერ ამას გამოეკიდნენ რომ აი ნახეო მარტო ეკონომიკური უწერიაო და პოლიტიკურიო არ უწერიაო. ანუ თავარი უბედურება რა არის იცით? ეგ არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს და მართალს ამბობთ არც რაღაც განსაკუთრებულად უნდა გვიხაროდეს. კი. ეჭქვეშ არც დაუყენებია ხელისუფლება ლეგიტიმაცია თქვა დღეს ტრამპს და სულაც არ უნდა გვენაღლებოდეს დააყენებს თუ არა ეჭქვეშ რომელიმე ქვეყნის ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების ლეგიტიმაციას, იმიტომ რომ ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით რა მოხდა და როგორ იქნა არჩეული ხელისუფლება. მორჩა და გათავდა. სულ არ მენაღლებოდა, მაგრამ ძალით აკეთებენ ისე, ხო წევენ თამასას ისე რომ აი ხო თამასა აწიეს და ხო თვითონ ვერ გადაახდნენ რა. თავიანთავს თვითონ იღუპებენ, მე ჩაუტყდება, ჩავარდებიან და აი ესე კიბეები utყდებათ და ვარდებიან და ვარდებიან რა. თუ რაღაცა ამ საელჩოების დახმარებით რაღაცა საფეხურები გაიარეს, მე ისეც იყვიან. თავიანთი რაღაცა ქმედებებით ისევ იმ საელჩოების დახმარებით უკან ვარდებიან და ჩადიან ისე უკან. პირველ რიგში ანუ ეხლა მათ წარმოდგენაში როგორ არის საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობები და თვითონ ამერიკის ელჩიმაც ეხლა მიზანიც რაც იყო ხო ვნახეთ რომ აგერ არის საქართველოს ხელისუფლებაში ადამიანი რომელმაც გაბედა და უარი უთხრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს რუბიოს წინადადებები უნდა გადაგვეცა და ამიტომ უარი გვითხრა შეხვედრასთან დაკავშირებით
და ეს უნდა გამხდარიყო სკანდალი. ესეც ვერ გაასკანდალებულებმა. ესეც ანუ რა ვერ ქნეს. არა, აღარ აქვს რესურსი. არა გავიგე აქ მთავარი რა არის? ერთი შეხედვით როგორ არის, იცით, აგერ არის პრემიერ-მინისტრი ხელისუფლების ხელმძღვანელი, რომელიც ყოველ დღე და სიტუაციიდან გამომდინარე გვიცხადებს, რომ წერილიც მიწერა შეერთებულ შტატებს, რომ აგერ არის თქვენი პოზიცია დააფიქსირეთ და ჩვენ მზად ვართ სალაპარაკოთ, რაღაცა ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობებიდან გამომდინარე, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, პრაგმატიზმი ხო ეს არის, რომ შენ უნდა შენი ინტერესი გაიმაგრო, რა თქმა უნდა, სხვისიც უნდა გაითვალისწინოს, ხარ და არ გამოვა. ასეთ ვითარებაში ვითომ ამათ რა გააკეთეს? ეხლა ნახე, ესენი ერთი ხელით იმას ამბობენ, რომ შეერთებულ შტატებს მიმართავენ, რომ მოდი ვითანამშრომლოთ და ჩვენ კიდე ვითომ თანამშრომლობის მიზეზით აგერ მოვედი რუბიოს იქაური საგარეო საქმეთა მინისტრის წინადადები უნდა გადმომეცა და თქვენ უარი თქვით. ანუ ამით იმის თქმა უნდათ, რომ იცი რა არის? ამერიკასთან ურთიერთობები არ გინდათ და რაღაცა ძალით აფუჭებთ და ასე შემდეგ. კი, დავუშვათ ამხოლოდ. ეს იყო მიზანი. მოდი ჩვენ აქედან დავიწყოთ. ჯერ ერთი მიზანი ეს არ ყოფილა და რა თქმა უნდა მე გაერკვა, მაგრამ დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენ უკვე ქართველებს გვაქვს საკმარისი ძალა, სიამაყე და რაც მთავარია, პოლიტიკური მიზან დასახულობა და მიზან დაჭერილობა, რომ ადამიანს, რომელსაც თითქოს გვეუბნებიან, რომ შევთავაზეთ ჩვენ გასაღები ურთიერთობების გადატვირთვისა, იმ ადამიანმა განაცხადა, რომ იცით რა არის? თქვენ პირველ რიგში მე შანტაჟის პირობებში მელაპარაკებით, რასაც ჩვენ ისედაც ვაცხადებთ, რომ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ თანაბარ უფლებიანობის ვითარებაში, ანუ ერთი და იგივე პირობები უნდა დავждდეთ. თანასწორობის ნულიდან უნდა დავიწყოთ ურთიერთობა. ამ დროს შენ მოდიხარ და მე მეუბნები, რომ მე შენი 2 მილიარდი მაქვს დაყადაღებული და ბიჭო, იცი როგორ არის? მოდი ახლა ვილაპარაკოთ, აბა რა გამოვა? რევოლვერი მოგაბჯინე და ანუ დაახლოებით ის არის. წმინდა ამერიკული სტილია სპარჩო. ხო, უკრაინა რუსეთს შორის რო ველაპარაკებიან, რომ იმასო პუტინს უნდა რომ მეტი დაიპყროს, რომ მე მოლაპარაკებების დროს წინ იყოს, რა თქმა უნდა, ხო? მეტი უფლებები ქონდეს. ასე უნდა ელაპარაკოთ და მეორეც პირდაპირ განუცხადეს ამერიკის შეერთებულ შტატებს ამხელა ქვეყანას, რომ თქვენ თუ საგარეო საქმეთა მინისტრის წინადადები უნდა გადმოგცეთ. აგერ ბატონო საგარეო საქმეთა მინისტრი ჩვენს ყო. პრემიერიც არის. და ყველაზე დიდი პრემიერ-მინისტრი ყავს ქვეყანაში და წადის ხო, მე აქ მადლობთ, მეგობრებო, ძალიან საინტერესო საუბარია, მაგრამ რეკლამას უყუროთ.